მეგობრებო, მინი პატარა სიახლეები. მაგრამ სანამ სიახლეებით დავიწყებ, მინდა გითხრათ ერთი რამ. ძალიან ბევრი მესიჯი მომივიდა ამ ერთი კვირის განმავლობაში. გრინბარათის და 14 წლის როცა ხდება ბავშვი და გრინბარათის თემასთან დაკავშირებით სჭირდება თუ არა მას ახალ გრინზე გაგზავნა. მინდა გითხრათ, დიახ, UCS-ის საიტზე შეგიძლიათ თავადაც ნახოთ ეგა. თუ ბავშვს არასრულწლოვანს აქვს აღებული გრინი, სანამ ის იყო 14 წლის, როდესაც ხდება 14 წლის 30 დღის შემდგომ სჭირდება გააგზავნოს გრინზე, რომ მოხდეს ხელთავიდან რეგისტრაცია და ბიომეტრიკები, თითის ანაბეჭდების აღება. ანუ ვინსაც აქვს აღებული 14 წლამდე გრინბარათი, 14-ის რო გახდება, შემდგომ სჭირდებათ გაგზავნა. და კიდევ ეს CBS-ი არის, ჩემო კარგებო. სახელმწიფო დეპარტამენტი ეხლა აკეთებს ესეთი გეგმის დასახული აქვს უბრალოდ გეგმა და ცდილობენ ამ გეგმის განხორციელებას და რა არის ეს გეგმა? ის პირები, ის ხალხი, ვისაც გაგზავნილი აქვთ თავშესაფარზე, 1 წლის მერე, ანუ 1 წლის განმავლობაში ხომ უნდა გააგზავნო, თუ 1 წლის მერე გააგზავნეთ, აი ამ ხალხის კეისების დახურვა უნდათ ყოველგვარი ინტერვიუს გარეშე, ანუ სწრაფად უნდათ რომ წავიდეს პროცესები და არ მიეცეს ამ ხალხს საშუალება თავისი კეისების წარსგენის. ასე რომ ეს, არ ვიცი, ხართ ალბათ რაღაც კატეგორია და იცოდეთ რომ asylum-ის rejection-ები ინტერვიუს გარეშე. აი ეს მოხდება სამომავლოდ, თუ ამას მიიღებს ბატონო, CBS-ი არის ესა. Okay, და კიდევ ერთი რამ. აი ამ გრინის თემას რაც შეეხება, ხო? ანუ I'm just going to read the exact wording. უშუალოდ. გრინის თემას რაც შეეხება. კი იცით რომ უმრავლესობას შეუძლია ქვეყნის შიგნით გრინის აღება. აშის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განაცხადა, რომ მაღალი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე გრინ კარტის განცხადებლები ჩვეულებრივად შეძლებენ ქვეყნის შიგნით სტატუსის adjustments, okay? ასე რომ თუ თქვენ ამ კატეგორიაში შედიხართ, თქვენ ჩვეულებრივად შეძლებთ ქვეყნის შიგნით გრინის აღებას და ამაზე კი ვისაუბრე არაერთ ვიდეოში გასულ კვირას. თუ რა შედის ამ როგორ შეხვიდეთ ამ, ასე რომ ვთქვათ, კვალიფიციურ კატეგორიაში. Okay, ეს არის და ეს. ადევნებთ ხო ალბათ თვალს ნიუ-ჯერსში რაც ხდება Delaney's detention-ში. პატიმრები შიმშილობენ და მოკლედ. Yeah, okay.